არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ კანონებს. საუბარია ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება სანქციები. კოდექსი ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები, მათ შორის მანიფესტაციების დროს სახის შენიღვის და პიროტექნიკისა და ლაზერის გამოყენების აკრძალა. ცვლილებები შევიდა ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაცია მარტივდება. რა კანონები ამოქმედდა და როდიდან ამოქმედდა, ირაკლი ბახტაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალებით გისმენ ირაკლი. რეპრესიული კანონები დღეიდან ამოქმედდა და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციაზე შესაძლოა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავედ ჩათვალონ 48 საათიან პატიმრობაში გაუშვებენ. ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც უდიპლომო პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის დასრულების შემდგომ მოაწერა ხელი. მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ჩანს, არ დასჭირდა დიდი დრო 28 კანონში შეტანილ ცვლილებების საკითხად გასააზრებლად და პრინციპში არანაირი შენიშვნა, არანაირი კომენტარი ამ კანონში მიხეილ ყაველაშვილმა პირველივე დღეს დაამტკიცა ოლიგარქის გუნდის მიმართ ერთგულება და რეპრესიული კანონი ამოქმედა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე არის გამოქვეყნებული და შესაბამისად არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და საკანონმდებლო აქტი უკვე ძალაში შესულია. რაც შეეხება თავად მიმდინარე პროცესებს და რა ცვლილებები შედის ამ კანონში, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონები, რომელიც მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შეზღუდოს ქართულმა ოცნებამ ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლებები. ერთ-ერთი რაც არის საინტერესო, რაც პრინციპში აქამდე კანონში არ იყო შეტანილი, ეს არის პრევენციული დაკავება. სწორედ ამ დასახელებით არის მითითებული მაცნე გოუჯიზე ის კანონი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი აწერს ხელს და ამ კანონის მიხედვით სამართალდამცველებს შეუძლიათ ნებისმიერი პირი დააკავონ ქუჩასი, რომელიც შესაძლოა რომ ჩათვალონ მომავალში სამართალდამრღვევა. თუმცა ამ გაუგებარია თუ რა იგულისხმება სამართალდამრღვევ პირში, რადგან არ წერია ამ კანონში და აღსანიშნავია ის, რომ ამის გასაჩივრება მოქალაქეს არ შეუძლია და შესაბამისად 48 საათის განმავლობაში მას მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რაცაც ოლიგარქის გუნდი აწერს ხელს, ეს არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეუწყვიტეს და მას აღარ ემსახურება სახელმწიფო დაცვა. ეს კანონის დღეს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. კიდევ ერთი ეს არის ნიღბების, პიროტექნიკისა და ლაზერების აკრძალვა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები დეკემბრის სუსხიან ღამეში ან იანვარში, თებერვალში აქციის მიმდინარეობისას სამედიცინო პირბადებსაც თუ გამოიყენებენ აქციის მიმდინარეობისას, შესაძლოა სამართალდამცველებმა ის დააკავონ და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმონ. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ამ რუსულ კანონში, არის ის, რომ მოქალაქე, რომელიც გზას გადაკეთს ავტომობილით, მას მართვის მოწმობას ჩამოართმევენ და მას მოუწევს რამდენიმე საათით დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნა. ამ შემთხვევაშიც ეს გასაჩივრდება ეს კანონი, რადგან კანონში ცვლილებები მიუთითებს იმას, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ამ მუხლებით იქნებიან დაკავებულები, ვერ გაასაჩივრებენ ამ დადგენილებებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ამის გასაჩივრება, თუ სამ ინსტანციაში მოხდება ამ კანონდარღვევებზე დავა. ეს არის პირდაპირ რუსული მეთოდები, ამას ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აპირებენ, რომ გაასაჩივრონ ეს კანონები საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა რასაკვირველია, მათ არ აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამ კანონს გაიწვევენ, რადგან ყველათან ხვდება იმაზე, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც კანონებს უნდა იღებდეს, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც ითვალისწინებს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უკიდურესად შეზღუდვას, უბრძალავს ადამიანებს ისეთ ელემენტარულ რამესაც კი, როგორც არის ნიღბების ტარება, შემოაქვს ეგრეთ წოდებული პრევენციული დაკავების ინსტიტუტი, ანუ დაგაკავებენ მაშინაც კი, როდესაც ფორმალურად
არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაგიდენია. თავარი მიზანი არის ამ კანონების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა და დემონსტრანტების დაშინება. მაგალითად, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე გადაწყვეტს, რომ აქციაზე გამოიყენოს სამედიცინო პირბადე, იმისათვის, რომ ვირუსებისგან დაიცვას თავი, ფაქტობრივად ესეც შეიძლება სამართალდარღვევად იქნეს მიჩნეული. ჩვენ რასაც ხედავდით, რომ ქართული ოცნება პრაქტიკაში ახორციელებდა რეპრესიებს, ფაქტობრივად ეს უკვე ფურცელზეც გააფორმა. გუშინ, როდესაც შედგა ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, პირველივე დღეს ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ყველა ამ საკანონმდებლო აქტს, რითაც ძალაში შესვლა შესაძლებელი გახდა ამ არადემოკრატიული რეპრესიული კანონების, მათ შორის იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციები ბევრ სამართალდარღვევაზე, რომელიც მშვიდობიანი შეკრების ნაწილში გამოიყენებოდა ხოლმე. ნოვაცია, რომელიც ამ ცვლილებებმა შემოიტანა, ეს არის პრევენციული დაკავება. პრევენციული დაკავება გულისხმობს იმას, რომ შეიძლება პოლიციამ ისე დააკავოს პირი, რომელსაც წარსულში უდასტურდება, რომ რაიმე ტიპის სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი, რომ მას სამართალდარღვევა არ ქონდეს ჩადენილი და უბრალოდ ივარაუდოს პოლიციელმა, რომ ეს პირი აპირებდა სამართალდარღვევის ჩადენას. ეს ცვლილებები, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა, ითვალისწინებს რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებას. ამით უკვე ქართული ოცნება ამბობს იმას, რომ მე ვისაც მინდა მაშინ გავათავისუფლებ და შენ არ გექნება სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, არ გექნება კომპენსაციის და განაცდურის სრულად მიღების შესაძლებლობა და არ გექნება კონკურსში თავიდან მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც უნდა, როდესაც მაშინ გაუშვებენ და შესაბამისად ის ადამიანი უბრალოდ საკუთარი უფლების აღდგენას ვერ შეძლებს ვერანაირი გზით. ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა სწორედ ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დე-ფაქტო პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ მოწერილ დოკუმენტს. სალომე ზურაბიშვილმა ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე, რაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონში შეტანილ ცვლილებებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ემსახურება მხოლოდ ერთადერთს, რომ შეზღუდონ ქუჩაში და პრინციპში ქვეყნის მასშტაბით გამოხატვისა და თავისუფლების შეზღუდვა. ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე-ფაქტო პრეზიდენტის დე-ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და საჯარო სამსახურებში წმენდის უფლებას იძლევა. რეპრესიული კანონი უკვე ამოქმედებულია, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები არ შინდებიან. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა მოქალაქეებისა, რომ არ გამოსულიყვნენ ისინი ქუჩაში, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტი არ წყდება და დღესაც უწყვეტი პროტესტის 33 დღეს მოქალაქეები ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან ერთადერთი მიზეზით, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. როგორც ჩანს, ახლად არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არც წაკითხვა დასჭიროებია ამ კანონის და არც მისი გააზრება. ის დოკუმენტი, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებმა მას დაუდეს სამუშაო მაგიდაზე, ხელი მოაწერა და სწორედ ამის შემდგომ ამოქმედდა კიდევ ერთი რეპრესიული კანონი.